ოდესმე გიგრძნიათ ის აუხსნელი ჟრუანტელი, ის შეგრძნება, რომ ვიღაც გიფრთხილდებოდათ, როდესაც კინაღამ უბედურ შემთხვევას გადაურცით, ეს დამტყვევა არ იყო. ამ მომენტში, როდესაც ამ სიტყვებს ისმენთ, თქვენს გვერდით ღვთაებრივი არსება დგას, რომელიც სასოწარკვეთით ცდილობს თქვენი ყურადღების მიპყრობას. ანგელოზებს თქვენი დაცვის გადაუდებელი სურვილი აქვთ და ეს ვიდეო თქვენამდე მოვიდა როგორც ცხადი ნიშანი ზეციდან. შეჩერდით ერთი წამით, ღრმად ჩაისუნთქეთ. ეს ჩვეულებრივი ვიდეო არ არის, ეს პირდაპირი გზავნილია თქვენი სულისთვის. თუ გრძნობთ, რომ ამ გზავნილს აქვს მიზანი თქვენს ცხოვრებაში, ახლავე დაწერეთ კომენტარებში, მე ვიღებ ამ დაცვას. რწმენის ეს მარტივი აქტი გახსნის კომუნიკაციის არხებს თქვენს ციურ მცველებთან. დიდი ხანია ისინი ცდილობენ თქვენთან მიღწევას და დღეს საბოლოოდ ფარდა, რომელიც ჩვენს სამყაროებს ყოფს, უფრო თხელია. ანგელოზები მოუსვენრად არიან, ისინი აკვირდებიან თქვენს ნაბიჯებს, თქვენს არჩევანს, თქვენს გზებს და ხედავენ საფრთხეებს, რომლებსაც თქვენი ადამიანური თვალები ჯერ ვერ ამჩნევენ. არ არის შემთხვევითი, რომ ამ ვიდეოთი დაინტერესდით, ეს ღვთაებრივი ჩარევაა თქვენს მოგზაურობაში. თქვენ სულიერ ჰორიზონტზე ქარიშხალი იწყება. ეს შეიძლება იყოს ტოქსიკური ურთიერთობა, რომელიც თქვენს სასიცოცხლო ენერგიას წრიტავს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ აპირებთ მიიღოთ საჭირო ინფორმაციის გარეშე. ან გზა, რომელიც მიმძიდველად გამოიყურება, მაგრამ მალავს ხაფანგებს თქვენი სულისთვის. ანგელოზები აღელვებულნი არიან, ცდილობენ გაგაფრთხილონ პატარა ნიშნებით. გამეორებული რიცხვები, როგორიცაა 111, 222, 333, რომლებიც ჩნდება საათებსა და აბრებზე. თეთრი ბუმბულები, ნაპოვნი დაუჯერებელ ადგილებში, ცოცხალი სიზმრები უკვე წასული საყვარელი ადამიანებით, ან თუნდაც ეს ვიდეო, რომელიც თქვენამდე მოვიდა. ისინი ჩურჩულებენ თქვენს ყურში. გაიღვიძეთ, იყავით ყურადღებით, არ მიყვეთ ავტომატურად ყველაზე ადვილ გზას. თქვენი ციური მცველები ამჩნევენ თქვენს მიერ განმეორებულ ნიმუშებს, ტკივილის ციკლებს, რომელთა დამოუკიდებლად გარღვევა არ შეგიძლიათ. გზავნილი ნათელია, თქვენ გჭირდებათ სიფხილზე თქვენი ცხოვრების ამ კონკრეტულ მომენტში. ღვთაებრივი დაცვა ხელმისაწვდომია, მაგრამ თქვენ უნდა აღიაროთ ნიშნები და მიიღოთ ეს ციური ფარი. ანგელოზური ენერგია განსაკუთრებით ძლიერია თქვენს გარშემო ამ პერიოდში. შეამჩნიეთ თუ არა სინქრონულობები. იფიქრეთ ვინმეზე და ეს ადამიანი გამოჩნდა. დაგესიზმრათ რამე, რაც შემდეგ მოხდა. ეს შემთხვევითი მოვლენები არ არის. ეს კომუნიკაციის მცდელობებია. ეს ანგელოზებია, რომლებიც გთხოვენ ფხიზლად იყოთ. ანგელოზური დაცვის ეს გზავნილი პირდაპირ ეხება თქვენს რეალობას. თქვენ აწყდებით გამოწვევებს, რომლებიც თქვენს ძალებს წრიტავენ არა, იქნებ მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, აუხსნელი შფოთვა, ან ის მუდმივი შთაბეჭდილება, რომ რაღაც არ არის სწორი. ანგელოზები აღიარებენ თქვენს უხმო ბრძოლას, იმას, რასაც მალავთ ღიმილით, როდესაც ვინმე გეკითხებათ, თუ ყველაფერი რიგზეა. შიში თქვენი ხშირი თანამგზავრი ყოფილა, მომავლის გაურკვეველობა გპარავთ ძილს. მარტობა, მაშინაც კი, ხალხით ხართ გარშემორტყმული, თითქოს აწვება თქვენს მხრებს. ანგელოზები ხედავენ ამ ტკივილებს. ისინი გრძნობენ თქვენს მძიმე გულს, როდესაც ღამით ბალიშზე დებთ თავს. ეჭქვეშ აყენებთ თქვენს არჩევანსა და მიმართულებას. ის ინტუიცია, რომელსაც იგნორირებას უკეთებთ. ის წინადგრძნობა ვინმეზე, სამსახურზე, სიტუაციაზე, არის ერთ-ერთი მთავარი არხი, რომელსაც ანგელოზები იყენებენ თქვენს დასაცავად. როდესაც რაღაც თქვენში ამბობს, არ წახვიდეთ, ან ფრთხილად იყავით, მაგრამ თქვენ რაციონალიზებას უკეთებთ და წინ მიდიხართ, თქვენ უგულებელ ხობთ ღვთაებრივ ხელს, რომელიც ცდილობს საფრთხისგან გადაგარჩინოთ. ანგელოზური დაცვის ნიშნები გამოჩნდება სწორედ იმ სფეროებში, სადაც თავს ყველაზე მოწვლადად გრძნობთ. ის ურთიერთობაა, რომლის გაგრძელებაც არ იცით. ის შესაძლებლობა, რომელიც იმდენად კარგად გამოიყურება, რომ დასაჯერებელი არ არის. სწორედ აქ არიან ანგელოზები ყველაზე აქტიურები თქვენს ცხოვრებაში, ცდილობენ განათონ უსაფრთხო გზა. ხშირად საკუთარ თავს ეკითხებოდით, რატომ მე, რატომ ეს გამოწვევა? იცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ხართ. თქვენი ციური მცველები ორკესტრირებენ დაცვას თქვენი ცხოვრების კულისებში, ამოძრავებენ ენერგიებს, ადამიანებსა და გარემოებებს, რათა შექმნან ფარი თქვენს გარშემო. ამ ზუსტ მომენტში, როდესაც ეს სიტყვები რეზონანსს ხოვებს თქვენს კურებში, ღვთაებრივი დაცვის ტალღა იღრება თქვენზე.
იგრძენით ანგელოზების ყოფნა, რომლებიც ფუთავენ თქვენს სხეულს, თქვენს სახლს, თქვენს ოჯახს. ისინი ქმნიან სინათლის წრეს თქვენს გარშემო, რომელიც გაუვალია ნეგატიური ენერგიებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ თქვენზე ზემოქმედებას. თქვენ არ ხართ მიტოვებული. თქვენ არასდროს ყოფილხართ მარტო. სამყარო თქვენ სასარგებლოდ შეთქმულებაშია, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი თითქოს ინგრევა. ანგელოზები შუამდგომლობენ თქვენთვის იმ სიბრტყეებზე, რომლებსაც თქვენი თვალები ვერ ხედავენ. არბევენ ხაფანგებს, ფანტავენ ბნელ ღრუბლებს, ჭრიგან მავნე ენერგეტიკულ კავშირებს. ახლავე განაცხადეთ, მე დაცული ვარ, მე უსაფრთხოდ ვარ ანგელოზების ფრთების ქვეშ. თქვენს ხმას აქვს ძალა, თქვენს რწმენას აქვს ძალა, თქვენს რწმენას შეუძლია სულიერი მთების გადაადგილება. ანგელოზები პასუხობენ თქვენს რწმენას ძლიერი ქმედებებით სულიერ სამეფოში. ის კარები, რომლებიც ახლახან დაიხურა თქვენს ცხოვრებაში, არ ყოფილა წარუმატებლობები. ეს იყო ღვთაებრივი დაცვა. ის სამსახური, რომელიც ვერ მიიღეთ, ის ურთიერთობა, რომელიც მოულოდნელად დასრულდა, ის მოულოდნელი ცვლილება, ყველაფერი ეს არის ციური დაცვის გეგმის ნაწილი. ანგელოზებმა დახურეს კარები, რომლებიც ტკივილისკენ მიგიყვანდათ, რომ გაეხსნათ ფანჯრები, რომლებიც სინათლისკენ მიემართებიან. თქვენი სახელი ამ მომენტში წარმოითქმება ციურ სამეფოებში. თქვენი მცველები მაღალ მზადყოფნაში არიან, იჭერენ ისრებს, არიდებენ ქარიშხლებს, ანათებენ გზებს. თქვენ მზადდებით ახალი ფაზისთვის, სადაც ღვთაებრივი დაცვა გამოვლინდება ისეთი გზებით, რომლებიც თქვენ არასდროს წარმოგედგინათ. ენდეთ, გქონდეთ რწმენა, დარჩით ფხიზლად, ანგელოზები არ ტოვებენ თავიანთ დაცულებს. ისინი იბრძვიან თქვენთვის, როდესაც თქვენი ძალები იწურება. ისინი გატარებენ, როდესაც თქვენს ფეხებს აღარ შეუძლიათ სიარული. ისინი ჩურჩულებენ იმედს, როდესაც ყველაფერი დაკარგულად ჩანს. ეს არის ციური დაპირება, რომელიც განახლდება თქვენს ცხოვრებაზე ახლა. დროა სრულად გააქტიუროთ ეს ანგელოზური დაცვა თქვენს ცხოვრებაში. პირველი მოქმედება არის ამ გზავნილის მიღების განცხადება. ახლავე წადით კომენტარებში და დაწერეთ: მე ვიღებ ანგელოზების დაცვას ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს ოჯახსა და ჩემს მომავალზე. ეს საჯარო განცხადება არის რწმენის აქტი, რომელიც აძლიერებს კავშირს თქვენს ციურ მცველებთან. იცნობთ ვინმეს, ვისაც ასევე ჭირდება ეს დაცვა. ვინმეს, ვინც ბრძოლებს აწყდება, ვინც დაკარგულად ჩანს, ვინც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. დაუყოვნებლივ გააზიარეთ ეს ვიდეო. ანგელოზები გამოიყენებენ თქვენს ამ ქმედებას, როგორც არხს, რათა მიაღწიონ სხვა სულებს, რომლებსაც სასოწარკვეთით ჭირდებათ ეს იგივე გაფრთხილება. არ შეაფასოთ მცირედ გაზიარების ძალა. მას შეუძლია სიტყვასიტყვით გადაარჩინოს სიცოცხლე, ქორწინება, სული. მომდევნო 7 დღის განმავლობაში იყავით განსაკუთრებით ყურადღებით ნიშნების მიმართ. დააკვირდით გამეორებულ რიცხვებს, ცოცხალ სიზმრებს, თეთრ ბუმბოლებს, პეპლებს, ინტუიციურ შეგრძნებებს. ჩაინიშნეთ ეს ნიშნები რვეულში და შეამჩნევთ, რომ იქმნება ნიმუში. ეს არის ანგელოზური კოდები სპეციალურად თქვენთვის. ჩართეთ ამ არხის შეტყობინებები, რათა მიიღოთ მეტი ციური გზავნილები. თითოეული ვიდეო გულდასმითაა მომზადებული მიმდინარე ანგელოზური ენერგიების სინქრონიზაციით. მოაქვს ზუსტად ის, რაც თქვენ გჭირდებათ მოსმენა. გამოიწერეთ, რათა კიდევ უფრო გააძლიეროთ თქვენი დამცავი ფარი და შეინარჩუნოთ ეს ღვთაებრივი კომუნიკაციის არხი მუდამ ღია. დაიწყეთ დღესვე მადლიერების გამოხატვა დაცვისთვის, შედეგების დანახვამდეც კი. წინასწარი მადლიერება არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კურთხევების მაგნიტი. ყოველ დილით ხმამაღლა თქვით: მადლობას ვუხდით ჩემს ანგელოზებს მუდმივი დაცვისთვის ჩემს ცხოვრებაში. ეს მარტივი ფრაზა გახსნის კარებს სულიერ სიფრთხეზე, რომელთა დახურვაც ვერანაირ ადამიანურ ძალას არ შეუძლია. ძვირფასო სულო, რომელიც აქამდე მოაღწიე, იცოდე, რომ ეს შეხვედრა არ ყოფილა შემთხვევითობის საქმე. თქვენი სული მზად იყო ამ გზავნილის მისაღებად და ანგელოზებმა ორკესტრირება გაუკეთეს ყველა დეტალს, რომ ის მოსულიყო თქვენამდე სრულყოფილ მომენტში. წაიღეთ ეს დამცავი ენერგია თქვენთან ერთად, სადაც არ უნდა წახვიდეთ. დაე ანგელოზების მშვიდობა დაისადგუროს თქვენს გულზე. დაე ციურმა სიბრძნემ წარმართოს თქვენი გადაწყვეტილებები. დაე ღვთაებრივმა სიყვარულმა განკურნოს თქვენი ჭრილობები. დაე მარადიულმა სინათლემ განათოს თქვენი ბნელი გზები.
თქვენ უფრო მეტად ხართ საყვარელი, ვიდრე წარმოგიდგენიათ, უფრო მეტად დაცული, ვიდრე ამჩნევთ, უფრო მეტად მართული, ვიდრე გრძნობთ. როდესაც ღამე გრძელი მოგეჩვენებათ და გზა გაურკვეველი, გახსოვდეთ, ანგელოზები დადიან თქვენს გვერდით. ისინი არ ნებდებიან თქვენს მიმართ, ამიტომ არ დანებდეთ საკუთარ თავს. ნიშნები განაგრძობენ გამოჩენას, გზავნილები განაგრძობენ მოსვლას, დაცვა დარჩება აქტიური. დაიძინეთ მშვიდად იმის ცოდნით, რომ ციური დარაჯები იცავენ თქვენს მოსვენებას. გაიღვიზეთ დარწმუნებით, დარწმუნებული იმაში, რომ ახალი სასწაულები მომზადება თქვენთვის. იარეთ მშვიდობით, იმის რწმენით, რომ ღვთაებრივი ნაბიჯები თან ახლავს თქვენსას. თქვენ არ ხართ მარტო ამ მოგზაურობაში, რომელსაც ცხოვერება ქვია. არასდროს ყოფილ ხართ, არასდროს იქნებით. ანგელოზები ჩურჩულებენ თქვენს ყურში ახლაც. ჩვენ აქ ვართ. ყოველთვის ვიყავით, ყოველთვის ვიქნებით. დაე, ეს გზავნილი გამოიხმაუროს თქვენს სულს და მოიტანოს ის ნუგეში, რომელსაც თქვენი სული ასე ეძებდა. ჩვენს შემდეგ, ციურ შეხვედრამდე, მიიღეთ ეს კურთხევა. დაე, ღვთაებრივი დაცვა გეხვეოდეთ როგორც სინათლის მოსასხამი, დღეს და მარადის.